ინგლისის ვიზის აღება ყველაზე მეტად იმიტომ მიხაროდა, რომ Notting Hill საკუთარი თვალით ვნახავდი. ალბათ ყველა გოგოს აქვს ის ერთი საყვარელი ფილმი, რომელიც მოგზაურობების ინსპირაცია ხდება ხოლმე. სწორედ ასეთი ფილმია ჩემთვის Notting Hill. ვიზა ზაფხულში ავიღე, პასუხი საკმაოდ სწრაფად, ფაქტობრივად ერთ კვირაში მოვიდა და მაშინვე დავიწყე ახალი წლის პერიოდში ლონდონის მოგზაურობის დაგეგმვა. Notting Hill არის დასავლეთ ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი. პორტობელო როუდი კი შეიძლება ითქვას, რომ მისი გულია. ეს არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ანტიკვარული ბაზრობა. გაითვალისწინეთ, რომ თუ აქ შაბათს არ მოხვდებით, ჩათვალეთ Notting Hill არ გინახავთ. ეს კი Notting Hill-ის ყველაზე ცნობილი ნაწილია. ფერადის სახლები, რომელთა ფასი 4-5 მილიონი ფუნტია. წარმოიდგინეთ, ეს სახლები 70-იანებში იმდენად დანგრეული იყო, რომ აქ ცხოვრება არავის უნდოდა. დღეს კი ამ ერთ ვარდისფერ სახლში იმდენივე უნდა გადაიხადოთ, რამდენიც ჰოლივუდის რომელიმე ვილაში. კადრში ყველაფერი ზღაპრულად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში სრულ გამყინვარებაში მომიწია სიარულმა. თითო ფოტოსთვის ჯერ ხომ რიგში ვიდექი და ისე გავიყინე, ჰიუ გრანტსაც რომ გაევლო, ვეღარ ვიცნობდი. ლონდონის საახალწლოდ მართლა სასწაულად ლამაზია, თუმცა მე მაინც გირჩევთ, უფრო თბილ პერიოდში წახვიდეთ, ჩემსავით ცხვირი რომ არ მოგეყინოთ. თუ გაინტერესებთ საახალწლოდ მორთული ლონდონი როგორ გამოიყურება, ვიდეოს გაგიზიარებთ.